მადლობთ ბავშვებო, თქვენ ხართ nickname TV-ზე. დღეს ვილაპარაკებთ ისეთ ტექნიკაზე, რომელმაც შეიძლება ახლო მომავალი ნამდვილად შეცვალოს. ეს იქნება Google Cardboard და VirBox-ი. ჩვენ დღეს Google Cardboard-ს და VirBox-ს ერთმანეთს შევადარებთ. ესენი არის ის საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვკავთ და მოვხვდეთ Disneyland-ში, ან დავათვალიეროთ ეგვიპტის პირამიდები, ან კიდევ სხვა ბევრი საინტერესო რაღაც. დღეს ჩვენ გვექნება VirBox-ისა და Google Cardboard-ის შედარება და ვწყობთ. იმისათვის, რომ ავამუშაოთ Google Cardboard-ი, ამისთვის ჩვენ უნდა შევამოწმოთ აქ თუ არა თქვენს ტელეფონს ჩართული გიროსკოპი. ამის შესამოწმებლად ჩვენ უნდა გადმოვიწეროთ Google Market-იდან პროგრამა EasyVR-ი. ამის შემდეგ, როცა ჩვენ დავაჭერთ checks და მწვანად განათდება ორივე ველი, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ტელეფონს გიროსკოპი ჩართული აქვს. შემდეგ შევიდეთ Play Market-ზე და საძიებობელზე ჩავწეროთ VR Game. აქ ძალიან ბევრი საინტერესო თამაში იქნება. ავირჩიოთ ერთ-ერთი. გადმოწერისთანავე ჩავთოთ. და მოხვდებით ძალიან საინტერესო VR სამყაროში. ძალიან მაგარია. და ვირტუალურობის შეგრძნება ძალიან მაღალი ხარისხითაა. შეგვისა და VR პროგრამების გარდა ჩვენ შეგვიძლია Google Cardboard-ისთვის ვიდეო YouTube არხზე ავარჩიოთ. იმისათვის, რომ ჩავთოთ სასურველი ვიდეო, პირველ რიგში უნდა შევიდეთ YouTube-ზე. საძიებობელზე უნდა ჩავწეროთ VR ვიდეო 360. შემდეგ ჩვენ აქ ძალიან ბევრ ვიდეოს ნახავთ 360 ბრუნვაში. ჩვენ აქ ხედავთ, როგორ ტრიალებს YouTube-ზე ვიდეო 360 ბრუნვაში. ძალიან საინტერესო. ხოქი დავდესოთ Google Cardboard და ნახოთ როგორ გამოიყურება შექმნა. ვაუ, ძალიან საინტერესოა. ეფექტი საკმაოდ ნორმალურია. ძალიან ბევრი საინტერესოა ჩანს. ძალიან საინტერესოა, ახლა ვიფრინავ ცაში. ძალიან მაგარია. ეფექტი ნორმალურია. და ძალიან საინტერესოა. ძალიან მომეწონა, თუმცა Google Cardboard-ი არც ისე მოხერხებულია. იგი არის მთლიანად კარდონის და მისი ამოჭრილი ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ცხვირზე, არც ისე კომფორტულია. ძალიან საინტერესო იყო და ბიუჯეტური გადაწყვეტილებებისთვის ძალიან მაგარია. განვიხილოთ Google Cardboard-ის შედარებით ძვირიანი ვერსია VirBox. ეს არის ვირტუალური რეალობის კიდევ ერთი საფრთხე VirBox-ი, რომელიც მე გამოვიწერე AliExpress-იდან, ლინკი კი ქვემოთ არის. ახლა გავხსნათ და ვიხორ. საინტერესოა. ჩვენ ხედავთ ლინზების საწმენდს, ინსტრუქციას და თავად VirBox-ს და აქ ჩვენ ხედავთ ასევე დამარეგულირებელ პულტს. ამას აქ ასევე ინსტრუქცია, ეს ჩვენ აქ გვჭირდება. ეს არის VirBox. VirBox, როგორც ხედავთ, ჩვენ უფრო კომფორტული ჩანს. მისი ზედაპირი არის ტყავისგან გაკეთებული და როგორც ხედავთ, ისეთ უფრო კომფორტულია. ჩვენ ხედავთ Google Cardboard-ის ლინზებისგან განსხვავებით, აქ უფრო დიდი ლინზებია და ლინზების საწმენდსაც იყენებენ ამისთვის. ასევე VirBox აქვს დამარეგულირებელი ლინზებისათვის, რომელიც არის VirBox-ის ზემოთ მოთავსებული. ჩვენ შეგვიძლია ლინზები გავწიოთ წინ, გავწიოთ უკან, გავწიოთ
მარჯვნივ და მარცხნივ. ასევე აქ გვაქვს ტელეფონის ჩასადები. შედარებით როგორია. და რაც ყველაზე კომფორტულია, დამჭერი. მაგის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ის გაგიკეთოთ თვალზე. რაც მის მოხმარებას უფრო კომფორტულს ქმნის. ასევე მას აქვს საჰაერო, რადგან ტელეფონი განიტვირთოს და ასევე მის ზედა ნაწილზე აწერია ROG-SI-ის VietBox-ი. ძალიან საინტერესოა. ახლა კი მომგონი დროა რომ დავტესტოთ. ძალიან მაღალია. ძალიან მაღალია. ეფექტი ძალიან მაგარია და რეალური შეგრძნება. ძალიან საინტერესოა. გორდები. გამარჯობა. ძალიან მაგარია, ძალიან საინტერესოა, ეფექტი ცმეტია. შეგრძნება არის სუპერი. ძალიან მაგარი. ეხლა გორდები. კარგია. ძალიან ეფექტური იყო. ძალიან მომეწონა. VietBox-ი ნამდვილად ძალიან საინტერესო რაღაცაა და შედარებით ეფექტური. ასევე მე არ მისაუბრია joystick-ზე, რომელიც მოყვა VietBox. ახლა ნახოთ. ეს არის joystick, ის არის ძალიან საინტერესო ფორმის. ის პულტია, მაგრამ joystick-საც ეძახიან. ამით ჩვენ შეგვიძლია მართოთ Google VietBox-ი, ეს არის ძალიან საინტერესო. აქვს მოძრაობის კურსორი, ჩასართავი და გასათიში და სხვადასხვა დანიშნულების ღილაკები. ახლა კი გაჩვენებ, როგორ შეგვიძლია დაუკავშიროთ ეს ტელეფონს. პლასტიკის გვერდითა მხარეს მოთავსებულია ღილაკი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვთავთ Android და iOS. ჩვენ შემთხვევაში დაგჭირდება Android-ი. შემდეგ ჩვენ უნდა ჩაართოთ პულტი. ამისთვის უნდა დავაჭიროთ ჩასართავ ღილაკს. როცა joystick-ი განათდება, ჩვენ მივხვდებით, რომ ის ჩაირთო. შემდეგ ჩვენ უნდა ჩაართოთ smartphone და ავირჩიოთ Bluetooth-ი. შემდეგ კი joystick-ი უნდა გავუკავშიროთ VietBox-ს. როცა დაკავშირდება, ჩვენ დავინახავთ, რომ ის მასთან დაკავშირდება. განვიხილეთ VietBox-ი, იგივე ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელიც იყო ძალიან საინტერესო, ჩემი აზრით 21 საუკუნეში ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გასათვალის საშუალებაა და მე ძალიან ხშირად ვერტყობ. ძალიან საინტერესო იყო. დღეს ძალიან საინტერესო დღე გქონდა. განვიხილეთ Google Cardboard-ი და VietBox. ორივე ძალიან საინტერესო იყო. მაგრამ მათ შედარებას ახლა დავიწყებ მე. დავიწყოთ Google Cardboard-ი. Google Cardboard-ი არის ერთ-ერთი საშუალება ვირტუალური რეალობაში მოსახვედრად და ძალიან საინტერესო იყო. იგი მთლიანად არის კარდონის, მაგრამ არც ისე მკვრივია. ამიტომ როცა მე ჩამოვიდა AliExpress-იდან, ის არ ჩაჯდა ერთმანეთში კარგად და ამიტომ მომიწია მისი წებოვანი ლენტით გადაკვრა.
და საინტერესო იყო, მაგრამ მინუსები ყველაფერს აქვს. VirBox-ი ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა. Google Cardboard-ისგან განსხვავებით ის შედარებით კომფორტული იყო, ძალიან კარგი იყო, ლინზები წურებულდებოდა. მართლა ძალიან საინტერესოა. ხო რომელი მოგეწონა დაწერეთ კომენტარებში. რა თქმა უნდა, VirBox-საც ჰქონდა არც ისეთ თვისებები, მეც არ ყო მოსაწონი. როცა უყურებთ, თვალები მტკიოდა ძალიან, ვიდრე Google Cardboard-თან. რადგან მისი ლინზები უფრო კაშკაშა და მწლივი იყო, მაგრამ ალბათ ეს ერთ-ერთი აუცილებელია. ორივე ძალიან საინტერესო იყო. ამას VirBox ჰქონდა ასევე სამაგრი, რომელიც არ ჰქონდა Google Cardboard-ს, მაგრამ მე ვიცი, რომ Google Cardboard-საც აქვს, რა თქმა უნდა, ისეთი ვერსიები, სადაც რომელსაც აქვს დამჭერილი. ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი ახალი ვიდეოების სანახავად და თუ ეს ვიდეო მოაგროვებს 200 ლაიქს, დავიღებ ვიდეოს როგორ მივაერთოთ VirBox-ი პერსონალურ კომპიუტერს და ვითამაშოთ ბევრისთვის საყვარელი Explosion Minecraft-ი. Name TV გემშვიდობებად!